ყველას მოგესალმებით აბსოლუტურად. ვისაც ეს ვიდეო შეგხვდებათ, არ ასკროლოთ. იმიტომ რომ დღეს იქნება აქ ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველა გოგონასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა გოგონა შეძლებს საკუთარი თავი ამოიცნოს ამ საუბარში. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით ყველას ჩემი გრამატიკული შეცდომებისთვის შესაძლებელია სიტყვები აურიო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აზრს კარგად გამოიტანთ და ვეცდები რომ მაქსიმალურად გასაგებ ენაზე ვისაუბრო თქვენთვის. დღეს გვექნება საუბარი ეგრეთ წოდებულ კარგ გოგოზე. აი ესეც ჩვენ რო გაგვზარდეს, ხო იცით? სახლში რო გონებოდნენ, შენ კარგი უნდა იყო. კეთილი ფერიები არსებობენ. არსებობს სასწაულები ხდება, პრინცები თეთრ რაშებზე, თეთრ პორშეებზე, გადამრჩენელი გმირები და ასე შემდეგ. არსებობენ ასეთები. რომანტიკული ფილმები, სადაც სრულებით ხოისაოცრება, აი ასეთ პოზიციებში გვევლინება მამაკაცი, სრულებით ძალიან რთულ სიტუაციებში და გადაარჩენს ქალს. ან მაგალითად ღარიბი გოგონა, რომელიც მოსამსახურედ მოეწყობა მამაკაცის სახლში და შემდგომ მამაკაც შეუყვარდება და ცოლად მოიყვანს. აი ასეთი ზღაპრების, ვისაც გჯერათ და ვინც ამ ზღაპრებზე ხართ გაზრდილები გოგოებო, კონკიაზე და ასე შემდეგ, პრინციპში კონკია ესეთი არ არის. მაშინ შეგიძლიათ ამ ვიდეოს მოусმინოთ. თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მამაკაც უღალატია თქვენთვის, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად. თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიგრძნიათ თავი, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ, არასწორად ცხოვრობთ, არასწორი მიმართულებებით მიდიხართ, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვის არის და გააგრძელეთ ყურება. თუ თქვენ გიგრძნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთეთ ურთიერთობისთვის, მაინც არ გაფასებენ, მაინც არ არის ის ადამიანი თქვენს გვერდით ისე როგორც თქვენ იმსახურებთ, მაშინ გააგრძელეთ ამ ვიდეოს ყურება. ასევე შეგახსენებთ, რომ შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს შეკითხვა, რატომაც ვია ასე, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეხლა დავბრუნდი აუზიდან და შემოვედი ყავის დასალევ. მინდოდა რომ ეს ვიდეო ჩამეწერა, გადამიყირავდა ტელეფონი. მერეც მეორე, იმიტომ რომ ვიმყოფები ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან ისეთი გამოთხლეშილი და გამოფსკვანჩული ვერ გახვალ გარეთ. ასე რომ დავიწყოთ გოგოებო. აბა მითხარით ახლა რამდენს ყავთ ისეთი დედა სახლში, ბებია, გამზრდელი მამიდა და ასე შემდეგ, ესეთი წვრილტუჩებიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ უნდა იყოთ ბუღალტერი, უნდა იყოთ ჩხილების სპეციალისტი, უნდა იყოთ სხვების ქუსლების მხეხავები და თქვენი სტაბილურობა აუცილებლად უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში არ დაიკარგოთ და არაფერი არ შეგემთხვათ ცუდი. აბა რამდენს ეს თმები როგორი დაზიკული მაქვს აქ გოგოებო, ესე იგი ქლორიანი წყლიდან ვარ ახალი ამოსული. ხო, რამდენს აკავთ ესეთები სახში დაპლიუსდით და აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, რომ თქვენ ყავთ ეგეთი, რომელმაც გითხრათ, რომ რახან ბაბუა თქვენი იყო ვეტერინარი და თვითონაც ვეტერინარია დედა ან მამა, თქვენც ვეტერინარი უნდა გამოხვიდეთ აუცილებლად, ან უნდა იყოთ ფრჩხილების სპეციალისტი და უქლიბოთ ხალხს ფრჩხილი. ნუ არ ვიძახი მე არავის არ ვაყენებ აბსოლუტურად შურაწყობას, უბრალოდ როგორც მაგალითი ისე მომყავს, რომელი გაიზარდეთ ასე, რომელს ჩაგიძეს თავში ის პროგრამა, რომ თქვენ უნდა იყოთ დამოუკიდებელი ქალი, უნდა გქონდეთ სამუშაო და უნდა იყოთ აი ესეთი სტაბილური, იმიტომ რომ თქვენ არავინ და არაფერი არ გჭირდებათ ცხოვრებაში, მით უმეტეს მდიდარი მამაკაცი. ეხლა მე გეტყვით ერთ რაღაცას. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელიც ვიყავი, შემდგარიც. ბევრჯერაც მოუტყუები ვარ სამსახურის მომცემს, რა ქვია, მაგ დამსაქმებელს. ბევრჯერაც უფასოდ მიმუშავია და ერთი თვის შემდეგ გამიგერო თურმე ხელფას არ მიხდიან. ბევრი კურსებიც გამივლია ჩემო ძვირფასებო, დამიწყია კიდევაც და ყველაფერი გამიკეთებია, მაგრამ საბოლოო ჯამში დავრჩენილად ერთ ადგილას და არავის არაფერი არ გადაუხდია. ბევრი ემოციაც, ენერგიაც, რესურსიც ჩამიდია ურთიერთობაში მამაკაცებთან და შესაბამისად მიმიღია მერე შიშს მასლამა, ვაფშე არაფერი არ მიმიღია საერთოდ. ყოფილ ვარ კარგი გოგო, მიწვია ბლინები ორ ტაფაზე ერთობლივად, რომ აბა შენ გენაცვალე მამაკაც, ესე იგი ისეთი ბლინი კონდეს, რომ ყველა ერთი და იგივე ტემპერატურის იყოს, რომ ემანდ ერთი ცხელი არ იყოს და მეორე ოდნავ ცივი და საბოლოო ჯამში ამ კაც უნახებია ჩემთვის მესამე თითი და გაუცვლი ვარ სხვა ქალზე. ისეთიც ვყოფილ ვარ, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა მამაკაცი და უკან უდევნია ამ კაც, ისეთიც ვყოფილ ვარ და ასეთიც ყოფილ ვარ. შესაბამისად, როდესაც იკითხავთ, რომ რატო შეიძლება, ან რატო უნდა აიღოთ ჩემთან კოუჩინგი, ან რატო უნდა წაიღოთ ჩემი მედიტაცია რიტუალები, გეტყვით, რომ იმიტომ
იმიტომ რომ ყველა თითოეული თქვენთაგანი სიტუაციაში რომელშიც ახლა ხართ ვყოფილვარ მე თვითონ განაგამიგია მე ვყოფილვარ მე ვიცი, მე გამივლია, ზუსტად ვიცი რა გულის ტკივილია, ისიც ვიცი რა სიტუაცია, ამიტომ ჩემთან მოზლუქუნე ქალები, რომელსაც მხოლოდ ის აინტერესებთ, რომ მამაკაცი გამოჩნდება თუ არა მის ცხოვრებაში, ან გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს, ან რა ვიცი, მისწერს თუ დაურეკავს, ესეთი ქალები ჩემთან ნუ მოხვალთ ძალიან გთხოვთ. ჩემთან მოდიხართ მხოლოდ ის ქალები, ვისაც წინსვლა უნდა, ვისაც უნდა რომ გაიგოს როგორ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ ეს ცხოვრება მოიგოს. აი ასეთი ქალები უნდა მოხვიდეთ ჩემთან. დანარჩენები ვიც ზლუქუნებთ და ელემენტარულად მოსმენა და დავალების შესრულება არ შეგიძლიათ, რასაც გეტყვით, ხო, ისეთი ქალები არ მოხვიდეთ თქვენ გენაცვალოთ ჩემით, ამიტომ რომ თქვენი ნერვი ნამდვილად არ ამაქვს, კაცები, რომელიც იძახით, რომ ვაიმე, რატომ მომექცა, ასე და თქვენ უბრალოდ ჭორაობა გჭირდებათ ჩემთან. ვისაც ჭირდება რეალური დახმარება, ვისაც ჭირდება რეალურად თქმა იმისი თუ რა უნდა გააკეთოს 1, 2, 3, დღეს რა უნდა აკეთოს, ხვალ რა უნდა აკეთოს და ასე შემდეგ, აი ესეთი ქალები მოდით ჩემთან. იმიტომ რომ თქვენ აი ამ მათხოვრულ პროგრამებს, რომელებიც გააქვთ, თქვენს გარშემო უნდა ჩაიხსნათ და გადახვიდეთ ახალ რეალობაში. რეალობაში იქ სადაც დაგაფასებენ, რეალობაში იქ სადაც კარგი კი არ უნდა იყო, ისეთი შეგიძლია იყო როგორიც ხარ და როგორცაც იმსახურებ, ზუსტად ისეთი კაცი მოვა შენთან, ზუსტად ისეთი როგორიც შენ გჭირდება და არა ისეთი, რომ ვიღაცა მათხოვარი, უსამსახურო, უფულო, აბსოლუტურად შეუმდგარი და კიდე აქეთ რომ გახვეწნინებთ ყურადღებას და ასე შემდეგ. ასე რომ აი ესეთი ქალები მიკავშირდებით. არ მიკავშირდებით life coaching-ზე და არც მედიტაცია რიტუალებზე, ისეთი ხალხი, რომელმაც არ იცით რა გინდათ და გინდათ მარტო ის, რომ ბედნიერი ვარ იმით, რომ მომწერა. მე რა რომ მოგწერა, მე დალშე, კაი მოგწერა, დალშე რა ხდება? რისთვის მოგწერა, რას გთავაზობს, რას გაძლევს? აი ესეთი ქალები არ დამიკავშირდეთ ძალიან გთხოვთ. ჩემთან life coaching-ები არის 30 წუთიანი, 1 საათიანი, 45 წუთიანი, ასევე არის მედიტაცია რიტუალები, რომლებშიც არის რიტუალური კოდები, გასაღებები, რომლებიც ძალიან დაგეხმარებათ, რომ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან, გინდათ, არ გინდათ, შეგიძლიათ გააგრძელოთ ზლუქუნი, ჩემთან ზლუქუნით ნუ მოხვალთ. მე კონსულტაციებსაც ყველას არ ვუწევ, ვუწევ მხოლოდ ისეთ ქალებს, რომელსაც უნდათ წინსვლა და ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა და არა ის, რომ აი გინდა თუ არა ეხლა მე ფრჩხილებს დავქლიბავ, კიდევ ვიმეორებ, არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ყველას თავისი, ასე ვთქვათ, ეს აქვს, მიმართულება აქვს, მაგრამ კაი, ფრჩხილებს თავი დავანებოთ, ვთქვათ, დავალაგებ, ან ვთქვათ, უნიტაზებს გავხეხავ, ან მაგალითად, რა ვიცი, ვიქნები ვეტერინარი, ან ბუღალტერი ვიქნები და ყველაფერი კარგად მექნება. ესეთები არა, მხოლოდ ქალები, რომლებსაც წინსვლა უნდათ და უნდათ კარგი ცხოვრება, პირდაპირ ფულიანი კაცი და კარგი ცხოვრება. აი ესეთები დამიკავშირდით და გავაკეთოთ და თავიდან შევქმნათ თქვენი ცხოვრება და რაც თავია, თქვენი ცხოვრების შექმნა იწყება აი აქედან, თქვენი გონებიდან და ამ გონების, ასე ვთქვათ, რეპროგრამირება და გადაკეთება და გადასტროჩკვა მოგვიწევს თავიდან, ასე რომ ნებისმიერ საკითხზე შემიძლება რომ შემომეხმენოთ TikTok-ზე, აი აქ პირადში და გაგაცნობთ პირობებს, აბა.